გამარჯობა მეგობრებო, დღეს განვიხილოთ ახალი ტესტნეტი, რომელიცაც ქვია Robinhood ტესტნეტი. უშუალოდ Robinhood პროექტი დიდი ხანი არსებობს ბაზარზე, თუმცა 2-3 დღე რაც ტესტნეტი ჩაუშვეს და ჩვენს მივიღოთ ამ ტესტნეტის მონაწილეობა. მათ დაფინანსება საკმაოდ ცუდი აქვთ, თითქმის 6 მილიარდამდე. აი აქ არის ის ინვესტორები, რომლებმაც დააფინანსა ეს პროექტი, ჩაადბეს თავისი დოლარები. მართალია რაიმე რევარდეს არ გვირდებიან, არაფერი არ არის თხული მასზე, მაგრამ რადგან ტესტები გაუშვეს, ჩვენ აღარ დავჩენებთ, ვარა მივიღოთ მას მონაწილეობა თან არაფერს არ მოითხოვ ჩვენგან გარდა თავისუფალი დროისა. პირველ რიგში გადავდივართ საიტზე, სადაც ჩვენ გვჭირდება მათი ქსელის დამატება. აი აქ ეხლა მე დაკავშირებული მაქვს MetaMask-ი. თქვენს დააკავშირეთ MetaMask-ს და დაამატებთ აი Robinhood Giant Testnet წოწერი აი ამ ქსელს და შემდეგ შევუდგებით სხვა ოპერაციების შესრულებას. ასევე შეგვიძლია ჩავმოტვირთოთ უშუალოდ მათი საფულე iPhone-ზე ან Android-ზე, თუმცა მითითება არის, რომ სრული მხარდაჭერა არ აქვთო და შესაბამისად ყველა პროცედურას ვერ ვიზამთ. ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ MetaMask საფულეზე. როდესაც ქსელი დამატებული გვექნება, საჭიროა შემდეგ Faucet-დან მოვითხოვოთ სატესტო ტოკენები. Faucet-ი რადგანაც ჩვენთან ჭედავს, არ ვიცი რატომ გუშინ წინ მუშაობ და თქვენც ნახეთ შემდეგ იმუშავებ თუ არა თქვენთან როგორ იქნება. წესით უნდა იმუშაოს. აი დაინახეთ ხო? ტოკენის გაგზავნა მოთხოვნის ღილაკი იყო წონეთანათებ და თქვენთანაც ესე იქნება, მაგრამ ჯერ უნდა დააკავშიროთ საფულე MetaMask და ამის შემდეგ იქნება მოითხოვს სატესტო ტოკენებს. და აისახება თქვენს MetaMask საფულეზე. ამის შემდეგ გადავდივართ Arbitrum-ის ბრიჯი, ესეც ბრიჯია, აქაც სატესტო ტოკენების გასვლა გამოსვლა ხდება ერთმანეთში, უშუალოდ ამ შემთხვევაში Sepolia-დან გავაგზავნეთ Ethereum-ს, რაღაც კალკულური რაოდენობის გააჩნია ბალანსი რამდენი გაქვთ, 1, 2, თუნდაც 0.5 გააგზავნეთ, მნიშვნელობა არ აქვს. რამდენს გააგზავნით, აი აქ უნდა გქონდეთ მოვწიჭკული ეს და დააწევით Move Funds. კაცობად ცოტა ჭედავს ეხლა ეს და მე არ ვიზამ, თქვენ თვითონ ნახავთ, გატესტავთ, როცა ტრანზაქცია გატარდება, შემდეგ აი ამის შეც შეუსვით ამათ მდგომარეობას, Sepolia ქემოჩავა, Robinhood-ის ემოთავა და უკვე Robinhood-დან გადმოვაგზავნით Sepolia-ზე. ეს ერთი აქტივობა. შემდეგ მეორე აქტივობა ჩვენ შეგვიძლია აი ამ საიტზე ვნახავთ Robinhood-ს, მივიცემთ აქ დავაწვევით ALS, ასე. შეგიძლიათ სათითაოდ ესე გააკეთოთ კონტაქტ deploy-ან GN ან მონიშნოთ AL და როცა დააწვევით AL-in deploy-ს, აი ამაზე სათითაოდ წამოყვება და აქ MetaMask-ის სათითაოდ ამოგიგდოთ და დაეთანხმებით თქვენს და გაატარებთ ტრანზაქციას. ეხლა ყველა რო არ გავუშვა, აი ეს დავუშვათ NFTs deploy, mint დავაწვევით, აქ MetaMask-ი ამოაგდებს, აქ 0.1 წელი აქ CALS ვიცემთ 5 დაეწერება. დავეთანხმებით. ტრანზაქცია გატარდება და ეგ არის. ეს ერთხელ საკმარისი არის, რამოდენიმეჯერ უნდა შეასრულოთ ეს დავალება. ამის შემდეგ გადავალთ შემდეგ საიტზე. ეს საიტები თავისი ლინკებით ვიდეოს ქვემოთ იქნება ატვირთული. აი აქ შეგვიძლიათ აქ მოძებნოთ ზებნაში ან ტესტნეტზე გადახვიდეთ ესე და Robinhood Chain. შეგიძლიათ აი აქ გულით გაუკეთოთ, დააგულოთ და შემდეგ ეს დაგულებული ფავორიტებში შემოგივარდება და გამარტივდება მუშაობა. შემდეგ აქ დავაწვევთ deploy-ს. ამ შემთხვევაში OKX-ი მაქვს დაკავშირებული ამ საიტზე. OKX-ი თუ იმუშავებს, არ ვიცი, წინაზე რა ვერ მუშაობს.
ოკი, ეს ვერ მუშაობს. ვივცემთ ატმენას. ავთიშოთ. გავთიშავ, დავამატებ. MetaMask-ს დავაკავშირებ უბრალოდ. ამასაც უჭირს აქ დაკავშირება. აი, დაკავშირდა როგორც იქნა. აქ ჩვენ base არ გვინდა. Robin Hood-ი გვინდა, მაგრამ არა უშავს. გავაკეთეთ deploy თავისი შეცვალა. ნუ მოკლედ რა. ჭედავს თქვენ ნახეთ როგორ იქნება. ნუ ყოველ შემთხვევაში გატარდება რა. ტრანზაქცია უნდა გატარდეს. ეხლა რა ქნა, მაგრამ არა უშავს. ამის შემდეგ გადავართ page-ელი განყოფილებაში, ხო. იმის თქვა მინდა რომ აქ თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა პროექტებიც იმუშაოთ. რა პროექტებიც გაქვთ, რაზეც მუშაობთ, ისინიც ჩამოათვალოს, რომლებიც არის, შეგიძლიათ მონიშნოთ და იმათაც გააკეთოთ იმუშაოთ. აი აქ არის GM განყოფილება, აქ ისე ფორტებს გადმოვხვალთ და აი GM-ს გააგზავნეთ რომელი პროექტიც გინდათ იმაც. შენ გადავხვალ page-ში, აქ ნახავთ, აი ესე იქნება Robin Hood ჩაიტესტნეთი. დააწვევით და აი ამ ლინკებზე უბრალოდ ესე გადახვალ. გააგიმწვავებთ ნელ-ნელა რა. და ბოლოს კარგი გავიდეთ ამ ნახოთ. მე როგორ ემატება და დამენტავთ ამ page-ს. ნუ მე აღებული მაქვს ეს page კიდევ ცადო. აი წერი აქ ორი ცალი page მაქვს ეს აღებული, უშუალოდ ეს. ახლა კიდევ ქნა არ შვები, რადგან როგორც ნახეთ, წეღან საიტმა გააჭედა. აი ამათ ახლა უბრალოდ გავთიშავ, არ მჭირდება არაფერში. ნუ ეს Discord-ია, ეს უშუალოდ საიტის Discord-ია და არა Robin Hood-ის მაგათი. ესე გავთიშეთ. და ვართ აქ. კარგი, ამ პროცედურის შემდეგ გადავიდეთ და დომენი უნდა ავიღოთ. აი აქ ჩავწვეთ რაიმეს და უშუალოდ რა ჩავწეროთ, ამნიშნულმა აქ. თქვენ როგორც მოგწონთ, რა მოგწონთ, იმას ჩაწერთ. მე აქ აღებული მაქვს დომენი. ამ შემთხვევაში მოდი მივუთითოთ ზამთარი ჩავწეროთ. მიცემთ ზებნას. აი ეს, აი, აქ დააწერა ზამთარი. თავისუფალი და შეგვიძლია რეგისტრაცია, ანუ დომენის აღება. აქაც ესე დააწევით. აჰა. ნახოთ აბა. ასიზამს. კი, აი დავამდეთ, ავიღეთ დომენი ზამთარი 5. შემდეგ ამის შემდეგ დავდივართ აი ეს არის remix-ი, ესე ქვია. აი ამ remix-ში ხდება კონტრაქტის deploy-ი. თავისი ეტაპები აქვს, როგორ უნდა მივყვეთ ამ ეტაპებს და გავაკეთოთ ეს აი ამას გავხსნით. შემდეგ აქ კონტრაქტს ხედავთ, აქ კონტრაქტს ვაწერია. გადმოვალთ ეს გვერდზე გამოვყვებთ და აი აქ create new file, ახალი ფაილი შექმნას დააწვევით და ჩაწერთ Robin Hood Sol. აი როგორც მე აქვს დაწერილი, აი ესე დააწერთ აქ, მე უკვე შექმნილი მაქვს და მაგით აღარ შვები. როდესაც ამას დააწერთ, აქ გამოჩნდება, აქ ეს ჩამონათვალი არ გექნებათ, რა ცარიელი იქნება. აქ უნდა დააკოპიროთ
აი, განახილეთ ახლა რა. აი deploy smart contracts ვაწერია. აქ გადავხვალ და აი ამას დააკოპირდეთ. ეს დააწვევით დაკოპირდება. და აქ ჩასვამთ. Ctrl-V რა. აქ ჩასვამ და ესე დაეწერება. ამის შემდეგ დააწვევით აი აქ solidity რო აწერია. 0, 8 და 20 ხო წერია, აქ შეიძლება თქვენთან სხვა რაღაცა ეწეროს. აქ ჩამონათვალია. დამჩნევ თვალში არაჩიეთ 0, 8 და 20. აი ეს. შემდეგ აი ამას დააწვევით. აქ გამწვანებს. ესე ჩამოშლის. ამის შემდეგ აი ამ ნიშნავს deploy and run transaction. აი ამას დააწვევით. აქ უნდა აეჩიოთ prover extraction და metamask-ი, რომელიც საფულესაც იყენებთ. აი ესე. და აუცილებლად metamask-ზეც უნდა გქონდეთ დაყენებული ქსელი, რომ მიხოთ testnet ქსელი. აი აქ არის Robinhood წერია. თორე ტრანზაქციას ყველგან გატარდება, ან არ გატარდება. შემდეგ დააწვევთ აი აქ deploy-ს. აი აქ შეიძლება და აქაც შემდეგ როცა დავეთანხმები, აი ხედავ ქსელი აწერია Robinhood Chain Testnet-ი. დაეთანხმებით ესე. აი წვანე ხილაკი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. სულ ეს არის ამ ეტაპზე აქტივობა ამ პროექტზე. გავვლოდოთ თუ ახალი განახლებები იქნება. შემდეგ ახალი განახლებების გავაკეთოთ. მადლობა ყურადღებისთვის. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და წარმატებები თქვენ.